დედაჩემის იავნანები. შეიძლება ამიტომ მიყვარს ეს სიმღერებში რაღაც იავნანასავით რომ ღერის ვიღაცა და მე თანამედროვე ბითები რო ემატება. ეს იყო ჩემი შეყვარებული და მახსოვს რომ როგორც კი მოვედით, ეგრევე ვკითხეს, ანუ ჯერ პირი არ გამიღია და ეგრევე ვკითხეს. ანუ აი მართლა მითხარ ჩვენ შორის იყოს, ანუ შენ შეუქმენი ხო? შენ უქმნი ზოგადად ამ სიმღერებს და ეს გოგო მღერის. ბევრს ბოლომდე არ სჯერა რომ შენ შეგიძლია როგორც ქალმა თვითონ შექმნა dark wave ჟანრები რაღაც უჩვეულო რაღაც ახალი რო შექმნა ცოტა ბევრს ეჭვი ეპარება. ჰაი. პირველ რიგში მოგვიყავი შენს თავზე. სამდელეში მე მქვია მარიამი, არა იოლანდა, ეს არის სასცენო ფსევდონიმი, ასე ვთქვათ. ვარ 21 წლის, ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მიყვარს ისტორია, მიყვარს სცენების შესწავლა, რასაც აქტიურად ვიყენებ ჩემს შემოქმედებაში. როდის და როგორ შექმენი ახალი ჟანრი ქართულ ენოვან მუსიკალურ ინდუსტრიაში? ზოგადად ყველაფერი დაიწყო 2025 წლის აპრილ-ივლისში. როცა მომწერა ერთმა მუსიკოსმა, რომელიც მოღვაწეობდა ზოგადად witch house-ის ჟანრში, მომწერა რომ მას მოსწონს ჩემი შემოქმედება და მას უნდა რამე ჩემთან შექმნას რამე საერთო. და ასე შევქმნით პირველი ქართულენოვანი witch house სიმღერა, რასაც მე მოყვა მთელი სრულყოფილი witch house ალბომი, რომელმაც ზოგადად ბევრი მოწონება აგროვა და ერთ-ერთი სიმღერა შენელა მივიწყებ, გახდა ყველაზე პოპულარული, ამჟამად 2500 მოსმენა აქვს Spotify-ზე. მართლა? კი. ანუ კიდევ ერთი ადამიანის დამსახურებაა რომ ეს ჟანრი ჩამოყალიბდა. კი, ტექსტი დავწერე მე, მუსიკა უკვე მზად ქონდა, ანუ დემო ვერსიები დავაწყეთ, მე სრულყოფილი სიმღერა და ხო, ესე ქართულად უკვე მე ვიმღერე, არსებულ ინსტრუმენტალზე, არსებულ მელოდიაზე და ხო, ესე შექმნა პირველი ქართულენოვანი witch house. ზოგადად რომ მეკითხები ან რატო დაიწყო მუსიკის შექმნა, ანუ ის მახსენდება, რომ ჩემ თავში იბადებოდა აზრი, რომ აი თქვათ იმის გამო რომ ასე ვთქვათ, სხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდი ძალიან დიდი დროის განმავლობაში, მენატრებოდა საქართველო და ზოგადად ქართული მუსიკა, მაგრამ ამავდროულად ანუ ძალიან ბევრი ქართული ხალხური სიმღერები მქონდა მოსმენილი და იმაზრამდე მოვედი რომ რამე უფრო აი თანამედროვე მინდა და ზოგადად მაშინ ძალიან მცირე ჩამონათვალი იყო იმ ქართული მუსიკოსების, რომლებიც აი მართლა თანამედროვე სიმღერებს ქმნიდნენ და აი ისეთ სიმღერებს რომ აი არ შეგწხვება რომ აი თქვათ უცხოელ მეგობრებს მოასმენინო და ჩემი პრობლემა ის იყო რომ ძალიან ცოტა ესეთი სიმღერა არსებობდა სადღაც დაახლოებით 2017-2018 წელს. 2 წლის მერე 2020-ში გადავწყვიტე შემექმნა ჩემი რაღაც მუსიკა. ჯერ ვიწყებდი ინგლისურად, მე მივხვდი რომ მინდა ვთქვათ dark wave ჟანრის პოპულარიზაცია მოახდინო საქართველოში და გადავედი ქართულ ენაზე. dark wave ჩემამდეც არსებობდა, როგორც ვიცი, მაგრამ აი witch house-ი ანუ 1000 ჯერ მოვიძე ინფორმაცია, 1000 ჯერ ვკითხე ChatGPT-საც, Google-საც და ჩემი რისერჩებიც გავაკეთე და მოკლედ როგორც მე ვიცი, პირველი გავხდი. თავიდან როცა ასე ვთქვათ საქართველოს მუსიკის სფეროში გინდოდა შემოსულიყავი, იცნობდი თუ არა ბევრს, თუ აი საერთოდ არავის და იმ მაინც შევალა მუსიკის სფეროში და მე გაიცანი ვიღაცები. 2020 წელს და კიდევ უფრო ადრე ვიცნობდი, აი მართლა ვინც მომწონდა ყოველთვის ეს იყო ჯგუფი დაგდაგანი, რამდენი სიმღერას ვუსმენდი, აი შენთან ერთადზე მოკლედ ვაბოდებდი და აი ამ სიმღერას ვასმენინებდი მახსოვს მეგობრებს, სანამ დავიწყებდი თვითონ მუსიკის წერა შექმნას. თავიდან ცხოვრობდი ბაქოში და შემდეგაც მოხვედი საქართველოში საცხოვრებლად. კი, მაგრამ ისე აქ დავიბადე და რა ვიცი თუ მნიშვნელოვანია, ბაღშიც აქ დავდიოდი და ყოველთვის ვაცნობდი რომ აქ მეცხოვრა. საიდან დაგაინტერესა ანუ ქართულმა მუსიკამ, ქალმა ყველაფერმა და მე თვითონაც რატო გაგეშთა სურვილი რომ აი მეც ვიქნები ნაწილი ამ მუსიკის სფეროში. ნუ ყველაზე ბანალური პასუხია საიდან გამიჩნდა სიყვარული ქართული მუსიკის მიმართ არის დედაჩემის იავნანები, რომლებიც სრულდებოდა ქართულ ენაზე. და ზოგადად შეიძლება ამიტომ მიყვარს ეს სიმღერებში რაღაც ethereal vibe, რომ აი რაღაცა იავნანასავით რომ ღერის ვიღაცა და მე თანამედროვე ბითები რო ემატება და რაღაც ამ ასეთი ოპერული ხმის სინთეზი და ბითების სინთეზი ძალიან მიზიდავს, ამას ქვია dream pop. ზოგადად ამ ჟანრს ქვია, ხო, dream wave, dream pop, შეიძლება lo-fi, ambient და ხო, ერთი lo-fi მაგაგებული. ხო, ასევე ბავშვობაში მიყვარდა რაღაც ქართული კლიპების ყურება, ჩემს საყვარელი ქართული კლიპი არის შატილის ასულოზე. გამიგია, მაგრამ გონი კლიპი არ მოგნანახი. ხო, რაღაც ძალიან ისე თითქოს მითოლოგიურად არის გადაღებული სადღაც მთებში, თუმცა საქართველოში არ იყო გადაღებული როგორც ვიცი, მაგრამ მაინც თითქოს საქართველოშია და რაღაც
თოვლში, მთებში, რა ვიცი, ხალხი ჩოხებში, რაღაც ნაციონალურ კოსტიუმებში და თვითონ ეს 2000-იანების ბითი, მოკლედ ძალიან მიზიდავს და ძალიან მიყვარს ეს კომპოზიციაც და კლიპიც. ანუ შენს ზოგადად შემოქმედებას ეტყობა, რომ შენი სტილი გაქვს, ანუ რაღაცა შენს მუსიკებს რო დაუყვეს ადამიანი, უცებ რაღაც ეგეთი აურა მოდის, რომ რაღაც განსაკუთრებულს ქმნი. და ცალკე ხარ, მაგარია ეგ ძალიან. მოგვიყავი შენი შთაგონების წყაროებზე. როდესაც მუსიკის შექმნა დავიწყე, იმ დროისთვის ჩემ ყველაზე საყვარელი მუსიკოსი იყო Grimes და ყველაზე დიდ შთაგონებას როგორც ჩანს, საიდანაც ვიღებდი. ხო, ზოგადად ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ ჩემი შთაგონების წყარო არის Ice Pick-ი, რატომღაც ძალიან გვამსგავსებდნენ მე და Nix, ჩემს კოლეგას, მუსიკალურ კოლეგას, რომ oh you're like Ice Pick, or you're like Georgian Ice Pick, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე პირადად არ მქონდა ისეთი ისა, რომ აი მაგათგან უნდა ავიღო შთაგონება და უფრო Grimes-ისკენ მიხედებოდი, თუმცა შეიძლება არც იგრძნობა ჩემს შემოქმედებაში, უფრო დასაწყისში უფრო იგრძნობოდა ეს რაღაც ასე თქვა საეკლესიო რაღაც მოტივები, ესე რაც რომ ღერი ხარ და reverbs რომ უმატებ, ანუ reverb-ი არის, აი ისეთი ხმა რო იქნება, თითქოს სადღაც დიდ დარბაზში ხარ, თითქოს აი ეკლესიაში ხარ. ისე ზოგადად ასევე ძალიან მიყვარს Princess Chelsea, ასევე Electro Forest, ეს არის ჯგუფი, რომელიც პოპულარულია მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში. საერთოდ გამიგია. არცერტზე. კი, აი ძალიან მიყვარს, ძალიან ვგიჟდები და ჩემი აზრით ამ ბოლო დროს უფრო Electro Forest-დან ვიღებ შთაგონებას. შეიძლება Jonathan Bree, ასევე ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, Ice Pick-ისგან იმდენად არა. ეგეც არ ვიცი ვინ არის. და გოგო და ბიჭია ძალიან პოპულარები არიან ისე პოსტ-საბჭოთა იმაში, აქვე სივრცეში. გოთური ესთეტიკა აქვს. ასევე ზოგადად ეს ფსევდონიმი მადამ იოლანდას რატომაც ავიღე, ესეც შეეხება ისტორიას, რომელიც უკვე ვახსენე. ვკითხულობდი ფრანგული ისტორიული სახელების შესახებ და ძალიან მომიზიდა სახელმა იოლანდა, ეს ნიშნავს იას თუ არ ვცდები. Violet ხო და ხო ასევე ჩემი დიდი შთაგონების წყარო არის რაღაც ისტორიული მასალები, მაგალითად ბიბლია, ანუ ჩემს აი ბოლო სიმღერებში იყო ესეთი ფიგურა, რომელსაც ერქვა Whore of Babylon. ძალიან ბევრია ბიბლიურ თემატიკაზე, იქ რაღაც ციტატები, გამონათქვამები მაქვს აღებული ბიბლიიდან და ზოგადად მიზიდავს ყველაფერი მისტიკული და მითიური. მაქვს სიმღერა, რომელსაც ქვია პოლითეისტი ხარ, ეს შეეხება ასევე რაღაც მითიურ ღმერთებს, კერპთაყვანისმცემლობას და ზოგადად სიმღერა მიუძღვენი ბიჭს, რომელსაც იზიდავდა ეს ყველაფერი ეს ღმერთები და ეს კერპთაყვანისმცემლობა და ხო მიუძღვენი ეს სიმღერა მაგას და იქ ჩავრთე რაღაც პოლითეისტური ფიგურები და მთელი ეს ესთეტიკა. ანუ გიზიდავს რაღაც ერთ კონკრეტული თემის არჩევა და მაგის მიხედვით მე მუსიკის შექმნა. კი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეჭქვეშ აყენებდნენ შენს შესაძლებლობებს და ამბობდნენ, რომ საკუთარი მუსიკის შექმნაში სხვები გეხმარებოდნენ. რას ეტყოდი იმ ადამიანებს და როგორია სინამდვილეში შენი შემოქმედებითი პროცესი? კი, იყო ასეთი ეპიზოდი, ის იყო ჩემი პირველი კონცერტი, რა თქმა უნდა, წავიყვანე ვიღაცა რო ახლოს ყოლოდა და მხარი დაეჭირა. ეს იყო ჩემი შეყვარებული და მახსოვს, რომ როგორც კი მოვედით, ეგრევე ვკითხეს, ანუ ჯერ პირი არ გამიღია და ეგრევე ვკითხეს. ანუ აი მართლა მითხარ ჩვენ შორის იყოს, ანუ შენ შეუქმენი, ხო? შენ უქმნი ზოგადად ამ სიმღერებს და ეს გოგო მღერის, ხო? ეს ეხდება, ხო? და ჩემი თვალწინ მეუბნებოდნენ ამას? ახლოს ვიდექი და თეორიულად მესმოდა, ანუ ვიცოდნენ, რომ შეიძლება გავიგო. ჩემი შეყვარებულის გავოცდი, მეც გავოცდი, თუმცა არ ვაჩვენე და მოკლედ მან გულწრფელად უპასუხა, რომ არა ყველაფერს თვითონ ქმნის ტექსტსაც თვითონ წერსო, მელოდიასაც თვითონ წერსო და როგორც არის ისე უთხრა. ხო, ზოგადად რატო ვერ იქნებოდა ეს ფაქტი სიმართლე, იმიტომ რომ ჩემი შეყვარებული წერს სულ სხვა ჟანრში. Trap ქვია მაგ ჟანრს. მუსიკოსია თვითონაც ანუ? კი, მაგრამ ჯერ იმდენ აქტიურად არდებს სიმღერებს როგორც მე. ნუ ყოფილიც არის უკვე. არ ვიცი რა საკეთებს, ხო. იყო ეს შემთხვევა და ჩემ მეგობრებსაც ეკითხებოდნენ მახსოვს რომ აი ნუ თქვენ მაინც გითხარით ანუ გულწრფელად ნუ თვითონ ეტყობა რაღაც მცირედ ნაწილს ასრულებს ანუ შეიძლება თვითონ მარტო ტექსტს წერს და ვიღაცა სხვა უწერს სიმღერებს არ ვიცი
ზოგადად ჩემი აზრით არ ვიტყვი რომ საქართველო ძალიან ანტიფემინისტური ქვეყანაა, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე ესეთი მომენტები, როცა ხვდები რომ აი ბიჭი რომ ყოფილიყავი, ესეც სიტყვებს არ გეტყოდნენ. ანუ ხანდახან მოდის ხოლმე შენამდე ეს აზრი, რომ მაინც რაღაცა მცირედი დისკრიმინაცია არსებობს, განსაკუთრებით მუსიკოსი რომ ხარ, ზოგადად ცოტა ისეთ პატრიარქალურ კავკასიურ ქვეყანაში, მაინც ბევრს ბოლომდე არ სჯერა, რომ შენ შეგიძლია, როგორც ქალმა თვითონ შექმნა რაღაც ინოვაციური ჟანრები და dark wave ჟანრები, რაღაც უჩვეულო, რაღაც ახალი რო შექმნა, ცოტა ბევრს ეჭვი ეპარება. სამწუხაროდ. და იმედი მაქვს, რომ ეს, რა ვიცი, დაიკლებს ესეთი აზროვნება. მეც იმედი მაქვს. და ნუ ვისგან მოდიოდა ხოლმე უფრო მეტად გოგოებისგან, ბიჭებისგან, it's always men. It's always about men. ანუ გოგოებს საერთოდ თქვა მთელი ეჭვი. გოგოებს არ მახსოვს, ესეთ შემთხვევაში არ მახსოვს. შეიძლება ზოგადად იმიტომ არის, რომ აი საზოგადოებაში მთელ სოფლიოში არის სტერეოტიპი, რომ სიმღერას თუ წერ, ანუ უფრო ბიჭები წერენ სიმღერებს და არა გოგოები, იმიტომ რომ პროდიუსერებიც უფრო კაცები არიან და mixing engineer, ანუ ესენიც კაცები არიან და ესეთი სტერეოტიპია საზოგადოებაში, რომ აი უფრო კაცური საქმეა და შეიძლება ამიტომაც და ხო და იმის გამო რომ კავკასიაში ყველა სტერეოტიპი იღებს ათმაგ ფორმას. მედი მაქვს რომ ჩემ კოლეგებს არ აქვთ ამის გამოცდილება, ანუ ქალ კოლეგებს, რომ აი აბა სიმართლე მითხარი, შენ დაწერე, აბა მითხარი, არავის არ ვეტყვი. რაც შეეხება შემოქმედებით პროცესს, ეს ისე ხდება ხოლმე, რომ აი ვსივარ და რაღაც ძლიერი ემოცია მიპყრობს და ეგრევე ხვდები, რომ ამ საფუძველზე სიმღერა უნდა დავწერო, ამაზე მაგალითად მიპყრობს ძლიერი სევდა, ან რაღაცა ზოგადად უფრო ნეგატიურ ემოციებზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად წერ სიმღერას, როცა თქვა ბედნიერი ვარ, აი ესე თქვა მიყვარს, კი, მიყვარს ეს რაღაც როით ანჯელი, ხო მელანქოლიური. ისე უმეტესობა ეგრე იქნება, ხო? ჩემი აზრით კი. ყველაზე ადვილი პროცესი ჩემი აზრით, ანუ ჩემთვის არის ტექსტების წერა, რატომღაც პარალელურად წერ, ანუ როგორც კი სიმღერას წერ, ეგრევე რაღაცას წავიმღერებ ხოლმე და პირველი სიტყვიდან გამომდინარე უკვე ხვდები რაზე იქნება სიმღერა. მაგალითად, თუ სიმღერას წერ და ხვდები რომ მინდა წავიმღერო რაღაც ნეგატიური, მაგალითად, ნუ სიტყვაზე შემძულ ხარ, всё, ხვდები რომ შემდეგი სიმღერა იქნება სიძულზე და მთელი ტექსტიც იქნება ამაზე და ხო, ვსივარ მე კომპიუტერთან და ვქმნი უკვე ტექსტს და მე ზემოთ წავიმღერებ ამას და ესე ვქმნი სიმღერას. 6 წელი ავწერ ყველაფერს ტელეფონის მეშვეობით. რამდენი ხანი? კი, და სხვათა შორის ესეთი აზრებიც იყო, რომ აი ვთქვათ, მუსიკოს რო ვეუბნები ხოლმე, აი მე ჩემს კოლეგას რო აი ციმე ტელეფონზე ვქმნი სიმღერებს ტელეფონში. ცოტა სახეში იცვლებიან, იმიტომ რომ მაინც უფრო პრესტიჟულად ითვლება აი კომპიუტერის მეშვეობით თუ ქმნის სიმღერებს და კომპიუტერზე გადავედი ამ წელს რამდენიმე თვის წინ მეგობარმა მასწავლა. ხო და ამიტომ ჩემი აზრით უფრო რაღაც უფრო უკეთესი მასტერინგი ექნება ჩემს შემდგომ სიმღერებს და უფრო უკეთესი მიქსინგი, იმიტომ რომ მაინც ხარისხი უკეთესია კომპიუტერზე და ხო, იმედი მაქვს გავახარებ ჩემს ორას გამომწერს. ანუ მაგას ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა ამ ეტაპზე ადამიანს რამდენი გამომწერი ყავს, იმიტომ რომ თუნდაც ერთ ორ ადამიანს რო ძალიან უყვარდე, ეგეც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ვიღაცას ხო ახარებ. და ანუ კომპიუტერში იმიტომ გადახვედი, რომ აი რაღაც წნეხი იგძენი, რომ უნდა გადავიდე. არა, იმიტომ არა, თვითონ მივხვდი, ანუ შინაგანად რომ უფრო მინდა რომ უფრო პროფესიონალურად ჟღერდეს ჩემი სიმღერები და ამისთვის კომპიუტერზე უნდა გადავიდე და ხო, რთული იყო მისაჩვევა? ანუ ორი პროგრამა, ერთი არის FL Studio და მეორე არის Ableton. მე ვწერ Ableton-ზე ვწერ და უფრო ინტერფეისი უფრო გავს ტელეფონის ინტერფეისი და ამიტომ დიდად არ გამიჭირდა Ableton-ის შესწავლა და ხო, Ableton-ის შემდეგ FL Studio-ც უნდა შევისწავლო და მოკლედ I should become better. გეჩვენილნეო. მოგვიყავი შენს ერთ-ერთ მუსიკაზე, სახელად შენ ნელა მივიწყებ. რა პროცესები გაიარე მუსიკალური ვიდეო გადაღების დროს? დავსთორე, ესეთი განცხადება, რომ აი ვინმეს თუ აქვს iPhone-ი, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ კლიპის გადაღებაში და ერთმა გოგომ მომწერა და მე მოვიყვანო, მე სადაც ვცხოვრობ იქ ძალიან ლამაზი ბუნებაა, ანუ კი არის თბილისი, მაგრამ მაინც ლამაზი ბუნებაა და იქ ჩავედით. მაგ დროისთვის უკვე ნაყიდი მქონდა საღებავი, სახის საღებავი.
როგორც მითხრე სახის იყო, მაგრამ სანდროს სახატავი იყო, რაღაც ამოცნაური ეფექტი გამოვიდა, მაგრამ რაც უნდა იყოს, მარტო ეს გქონდა და წავისვით მოკლედ სახეზე ეს თეთრი საღებავი. მედია გადარჩი და არ მოგწამლა. არა, არ მოვიწამლეთ, ჩავედით ქვემოთ და იქ ბუნებაში გადაგვიღო იმ გოგო, ესე იგი მე არ ვიცოდი რომ ესე ხდება ზოგადად კლიპების გადაღების პროცესი, მაგრამ იმ გოგომ ამიხსნა, იმ გოგოს გამოცდილება ჰქონდა ცოტა მცირედი. ამიხსნა რომ time-კოდები უნდა დავწერო, აი სიმღერის განმავლობაში, ყველაფერი უნდა იყოს time-კოდებში და ხო, აი ვთქვათ ამ მონაკვეთში აქ უნდა ავიყოთ, ამ მონაკვეთში აქ უნდა ავიყოთ და ვიჯექი და time-კოდებს წერდი, რომ აი ვთქვათ პირველი წუთიდან მეორე წუთამდე აი ესე უნდა ვქნათ და მესამე წუთის დროს აი ესე უნდა ვიდგეთ და ხო, ეს ყველაფერი ჩავწერე და წავედით იქ ბუნებაში გადავიყოთ. ბოლო კადრები იყო, ესე ვეძახი კარუსელებზე, ეს არის რაღაც საქანელები და სასიარულო, თქვათ კარუსელები არაა, მაგრამ ხო, იქ ვიღებდით ბოლო კადრებს და იქ ბავშვები სეირნობდნენ სადღაც 6 წლის და ისინი გვუყვიროდნენ, რა ქვია, ფანჯრებიდან. ოე, ემო. ემოებოე და ხო. კი არიან ბავშვები, მაგრამ მაინც ცოტა ისე არაკომფორტულად გრძნობდით თავს და პატარები? მე მაინტერესებს იმ ბავშვებს, ვინაც სწავლის ამას, ანუ ძალიან ცუდი. Yeah, kids can be cruel actually. ცუდ გარემოში იზრდებიან, ალბათ არ ვიცი რა უნდა იწოდეს მაგას. ხო, აქამდე დამავიწყდა აღნიშნო, რომ იმ ბუნებაში რო ვიღებდით, იქ რაღაც დაღმართი იყო და იქ რაღაც კორპუსები იყო და იქედანაც რაღაც ბავშვები იჭყიდებოდნენ და რაღაც სიტყვებს არ ვიცი რას გვეუბნებოდნენ, თუ არ ვწდები, რუსულად გვეუბნებოდნენ სამ სიტყვას, იმ სამ სიტყვას თუ ორს. ანუ რაღაც გასალანცხს. კი, გასალანცხს, ხო. ანუ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ბავშვები ეგეთები არ უნდა იყვნენ. და არ უცხოს რატო უნდა მიაძახო რაღაც. ამან იმაზე დამაფიქრა, როცა ვიღაცის შექმნილ რაღაცას უყურებ, არ იცი არასდროს იქამდე როგორ მოიტანა ეგ რაღაც. ედიტებული ნიქსის მიერაა, მაგას გაუგზავნა, ანუ ორი ვერსია ქონდა კლიპის, ერთი მე დავაედიტე, ნიքს არ მოეწონა, იმიტომ რომ ისე ტელეფონის CapCut-ით ვაედიტებდი და ნიქსმა მითხრა რომ მას გამოცდილება აქვს კომპიუტერის CapCut-ში და ამიტომ ხო ნიქსმა დაედიტა და ისე დავდევით. TikTok-ზე წერდა, TikTok-ზე გამოიწვია ყველაზე უცნაური რეაქცია მახსოვს, იქ ზოგი წერდა რომ ოე, თუ არ იცოდით არაჟან სახეზე არის მე და რაღაც ეგეთებს წერდა რომ არაჟადი წავისვით სახეზე და ხო, მაგრამ ამ შემთხვევამ მასწავლა ის რომ უფრო ხარისხიანი მასალა უნდა გამოიყენო საზოგადოებაში თუ გამოდიხარ და კლიპს თუ დებ და ამიტომ გამოვიწერე პროფესიონალური თეთრი გრიმი, რომელიც არ იქნება ისეთი უცნაური, როგორიც იყო ის წინა რაღაც ჯანდაბა რომ მომყიდა ვიღაც ქალმა და დამარწმუნა რომ სახისა, კი, როგორ არა? კი, ხარისხს უნდა იზრუნო, როცა მუსიკას ქმნი, მაგრამ მე პირადად მომწონს, როცა რაღაც უცნაურს უყურებ. ანუ თუნდაც ხარისხით რო რაღაც არ გამოირჩეოდეს, ანუ გადაღების ხარისხზე არ ვამბობ, თვითონ კამერის ხარისხზე. საინტერესოა. იმით ვიწყნარებ ხოლმე თავს, რომ Lana Del Rey ესე იწყებდა, ანუ ხო, თუნდაც ძალიან ბევრი იწყებს ეგრე, არა უშავს რა მაგას. თუ არ ვწდები, Born to Die ერქვა. Born to Die ხო? ხო, საკინო კაბაში როა და ესე თეთრი სროა. თვითონ გადაიღო ეგ საერთოდ. ხო, თვითონ იღებდა დასაწყისში და Grimes-იც თვითონ იღებდა მეგობრების მეშვეობით და ხო, ზოგადად ამან მომცა мотиваცია, რომ იმისთვის რომ კლიპი გადაიღო, არ უნდა მქონდეს ვთქვათ 16000 ლარი და რაღაც production-ს არ უნდა მივახარჯო. თუმცა ძალიან მინდა ხარისხიანი კლიპები და როცა მექნება ამის საშუალება და იმდენად პოპულარული ან თუ გავხდები, ან როდესაც გავხდები, როდესაც და თუ არ თქოს. ძალიან მაგარი კლიპები უნდა შევქმნა, ყოველთვის მაქვს აი ალბომი მაქვს, რომელსაც ქვია Leftovers of Lovers. მაქსიმღა ისეთი სიმღერებია, რომ აი სულ რაღაც კლიპების ეპიზოდები მაქვს თავში და ანუ უკვე წინასწარ მაქვს რაღაც იდეები, რომ აი ამ სიმღერის დროს ესეთი კლიპი იქნება და ამ სიმღერის დროს ესეთი და ძალიან ბევრი იდეა მაქვს და იმედი მაქვს, რომ ან მეტი მეგობარი მეყოლება, რომელიც დამეხმარება ამ კლიპის გადაღებაში, ან მეტი ფული მექნება, რაც დამეხმარება თვითონ რაღაცნაირად ვინმე რეჟისორი დავიქირავო და ერთად გადავიღოთ. კიდევ ის იქნება კარგი, რომ აი ადამიანებმა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ყველა ერთნაირები ვართ რა. შეიძლება ჩვენ ამ ქვეყანაში ვართ, ვიღაც სხვა ქვეყანაშია და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ეგრე ვიცით ხოლმე, რომ აი მე ვიღაცაზე ნაკლები ვარ და მე მაგას ვერ მივაღწევ და რაღაცეები. ამიტომ ამით იმის თქვა მინდა, რომ უბრალოდ ეს
რაღაც мотивация და ეგეთი რაღაცები არასდროს არ დაკარგო. იმიტომ რომ არასდროს არ იცი ცხოვრება საწა გიყვანს. 2022-ში ჩემი პირველი სიმღერა რო გამოვშვი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ აი ვთქვათ 4 წლის მერე სრულყოფილ რაღაც ინტერვიუზე მოვალ და ამ ყველაფერზე ვილაპარაკებ, ანუ ჰობივით იყო და ძალიან დიდად იმედები არ მქონდა, რომ აი რაღაცნაირად რაღაც I will become a great artist და რაღაც სტილები არ მქონდა და ამიტომ გეთანხმები ფრაზაში, რომ არასდროს არ იცი სად მიგიყვანს ცხოვრება. ან მაგალითად ყველაზე ისეთი მომენტი ახლა რაც მახსენდება არის ის, რომ ჩემი ლაივის სტუმარი გახდა ჩემი ერთ-ერთი აი საყვარლესი მუსიკოსი, დაგდაგანის სოლისტი ცოტნე გორგოშიძე. მაშინ გამიჩნდა ის აზრი, რომ არასდროს არ იცი ცხოვრება სად მიგიყვანს. როცა ვიწყებდი დიდი мотивация მეძლეოდა, აი საზღვარგარეთ მყავს მსმენელები და ისინი წერდნენ რაღაც ძალიან გრძელ კომენტარებს წერდნენ, რომ ძალიან მაგარია და გააგრძელე, ესე განაგრძელე და ძალიან დიდი мотивация მომწეს, აი განსაკუთრებით თუ მაქვს საშუალება, სალამი ერთ-ერთ ჩემ ყველაზე ისეთ ვთქვათ გადარეულ თაყვანისმცემელს ლიეტუვიდან Hello, დეიმანტას. ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, რომ რატომღაც სულ ჰეიტს ველოდები და მაშინაც როცა ვიწყებდი, ჰეიტს მოველოდი, მაგრამ გამიკვირდა, რომ ანუ ჯერ მეგობრება დამიჭირეს მხარი, ჯერ მათი კომენტარები იყო და მე სადღაც რომ მოვხვდი უკვე YouTube-ის რაღაც ალგორითმებში, სხვებმაც დაიწყო ამ სიმღერების შემჩნევა და ანუ კეთილ კომენტარებს წერდა ხალხი, რომელსაც არ ვიცნობ. ის მაგალითად გითხრა არ მოველოდი, ანუ მე მეგონა რომ აუ ახლა დავდებ და ყველა დაწერს რაღაც ძალიან უცნაურია და არ მომწონს და გავხსენ YouTube და რა ვიცი უცხოელები უფრო ძირითადად უცხოელები წერდნენ რომ wow spectacular it's so good და მოკლედ მაშინ მივხვდი რომ it's not bad actually ანუ რასაც ვაკეთებ ცუდი არაა და მართლა რაღაც კარგია ხა ამდენი ადამიანი რო წერს ამისთვის შევქმენი ჩემ ოფიციალურ Instagram-ზე ერთი ისეთი ისა highlight-ებში რაც oh my god ასე ქვია და მან ვდებდი და ეხლაც ვდებ ყველა დადებით შთაბეჭდილებას რაც მომდის ყველგან იმისთვის რომ ვანახო ჩემ თავსაც დაუმტკიცო და შეიძლება სხვებსაც რომ სინამდვილეში I'm doing something cool 2026 წლის შემოდგომაში აპირებ გამოვშვა მუსიკა რომელიც ქართულ, ინგლისურ და ისლანდიურ ენებს აერთიანებს ამ ეტაპზე როგორ მიდის შექმნის პროცესი უკვე მზად მაქვს დემო ვერსიები, ყველა მე მგონი 7 თუ 8 სიმღერის, ანუ ეს იქნება ყველაზე გრძელი ალბომი, რაც ოდესმე ჩამიწერია. ერთ-ერთი სიმღერის პროდიუსინგით დაკავებული იქნება ერთი ცნობილი მუსიკოსი, რომლის სახელსაც შეიძლება მე გამოვაშკარავებ. ხო, რა ვიცი, მაინც ჯერ არ დაუწყია, ჯერ ისე მოლაპარაკებების პროცესში ვართ და ხო მე გამოაცხადებ, არ არის საქართველოდან ეს მუსიკოსი, მაგრამ ძალიან მიყვარს. ღერადობა იქნება უფრო პროფესიონალური, იმიტომ რომ გადავდივარ კომპიუტერზე. თლიანი ალბომი კომპიუტერში იქნება ახლა, ხო? თლიანი ალბომი არა. ნახევარი. შეეხება ისლანდიურ ენას, აი მიყვარს ზოგადად ეს ინოვაციები და რაღაცეები და ამიტომ ეს იქნება პირველი სიმღერა ზოგადად თელ სოფლიოში, რომელიც შეიცავს ისლანდიურ და ქართულ ენებს. იმიტომ რომ ნუ ისლანდიაზე ვგიჟდები და ისლანდიაც ჩემი შთაგონების წყაროა რაღაც ისლანდიური ბენდები რატომ გიყვარს ძალიან ისლანდია მიყვარს იმიტომ რომ 2019 წელს უყურებდი ევროვიზიას და ისლანდიას წარმოადგენდა ჯგუფი ჰათარი ისე მომეწონა მათი რაღაც ექსტრავაგანტური სტილი და რაღაც ისეთი უცნაურები იყვნენ რომ მივხვდი რომ ისლანდიურის ანუ მივხვდი რომ მათი ინტერვიუების ნახვა მინდა ხოლმე იმის გამო რომ უმეტესობა ინტერვიუების იყო ისლანდიურად მივხვდი რომ მინდოდა დავიწყო ამ ენის სწავლა მე 7 წელია რაც ვსწავლობ და ChatGPT-ს ვეკითხებოდი და ჩემი აზრითო სადღაც ბერთი მეორე უკვე იქნებაო მაგარია ძალიან კი საერთოდ არ ვიცი არაფერი ისლანდიურად მოსალოდნელია იმიტომ რომ ძალიან შორსაა და 300,000 ადამიანი ლაპარაკობს ისლანდიურად და ანუ I'm not surprised 2024 წელს შევხვდი ისლანდიის პრეზიდენტს, თასეულში ქონდა ლექცია და ჩემმა ისლანდიელმა მეგობრებმა ისე გააკეთეს ყველაფერი, რომ შევხვდი მე ესე პირადად და მოვუყევი ჩემი ისტორია, რომ აი თქვენ ენას სწავლობ იმის გამო, რომ აი ესეთი ბენდი გყავთ ისა და ну, გაეცინა, იმიტომ რომ ძალიან ესეთი ჯგუფია, ესეთი ბენდია, უცნაურები არიან. არა, მოწონდა უბრალოდ უცნაურები არიან, ცოტა რაღაც ყვირიან, წივიან და რაღაც ეგეთები არიან და ამიტომ გაეცინა, მაგრამ დამელაპარაკა ცოტა ისლანდიურად. ალბომში ყველა სიმღერაში იქნება ეს სამი ენა გაერთიანებული? არა, მარტო ერთში. მარტო ერთი სიმღერა იქნება.
ეს სიმღერა იქნება ბირთვულომზე. სიმღერა დაწერილი იყო 2022 წელს, როცა მთელი მსოფლიო, ასე ვთქვათ, კანკალებდა იმის თაობაზე, რომ აი შეიძლება ბირთვული ომი დაიწყოს და ყველას ძალიან ეშინოდა და მე და ჩემ შეყვარებულსაც ძალიან ესე გვეშინოდა და მოკლედ იყო დღეები, როცა ამბობდნენ, რომ აი დღეს ზუსტად იქნება და ჩვენ ანუ იმის გამო რომ distant relationship იყო, ანუ სხვა ქვეყანაში იყო და მე საქართველოში ვიყავი და ეს ტელეფონით ვიჯექით ორივე და გვეშინოდა და ზოგადად ამაზეა დაწერილი ეს სიმღერა, რომ არის ესეთი სიტყვები, რომ our love letters will burn into dust. ანუ ის ფიზიკურად გამოგზავნა ჩემ შეყვარებულს წერილები საქართველოში, ჩემთვის აი რაღაც teenager-ულ ემოციები ხო ხელვაზეა, რომ აი ომის რო გეშინია და რო გონია რომ მალე ყველაფერი დამთავრდება და რომ მოვკვდებით და მოკლედ ხო მე როგორც პარანოიკს მომეწონა ამ იდეის ამ სიმღერის იდეა და თქვი wow that's good that sounds good. რაზე ფიქრობდი იმ მომენტებში მაგალითად იმ დღეს როცა ესე ამბობდნენ რომ სმორჩა დღეს მოვკვდებით აი რასგან ისეთი ხოლმე თუ გინდა რომ გაგვიზიარო. რასგან ვიცდიდი და ნუ უფრო რაღაც ურთიერთობებზე მქონდა უფრო რაღაც ისეთი გართულება, რომ აი იმ პერიოდში ცხოვრებაში ამყავდა ნანახი, ანუ აი რეალურად ჩემი შეყვარებული, მარტო ონლაინ და სურათები და ვიდეო და აი იმის განცდა მქონდა ძალიან დიდი, რომ რაც ცუდია, რომ რეალობაში ერთხელაც ვერ დავინახებ ჩემს საყვარელ ადამიანს. ხო, რა ვიცი. ზოგადად იმის მეშინოდა, რომ ვერ მოვასწრებ ყველაფრის გაკეთებას, რაზეც ვოცნებოდი, ვერ მოვასწრებ სცენაზე გამოსვლას, ვერ მოვასწრებ სიმღერების გამოშვებას. მაშინ მეგონი არც მქონდა სიმღერები 2022 წელს დასაწყისში გამოშვებული. ბოლოსკენ დავიწყე შემოდგომაში. ჩემი ახლობლების დაკარგვის მეშინოდა, ანუ ეს ცხადია ისედაც ყველა ადამიანს ექნებოდა ეს შიში. ეგ იმაზე გვაფიქრებს, რომ მართლა შეიძლება ბირთვული ომით არა, მაგრამ რაღაცით ნებისმიერ დროს ნებისმიერ ვიღაცა შეიძლება რაღაც დაემართოს. ამიტომ უნდა აკეთო რა ყოველთვის ის რაც გაბედნიერებს. რა თქმა უნდა, პოლიტიკას შევისწავლე უნივერსიტეტში და მაინც კიდე შეიძლება ბევრჯერ იყოს ესეთი მომენტები, როცა იმის განცდა გვექნება, რომ შეიძლება ბირთვული ომი დაიწყოს და იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდში ყველა მოусმენს ამ სიმღერას და მომიმატებს სტრიმებს Spotify-ზე. მე შეიძლება მოვკვდეთ, მე უკვე it's okay.